მიაღვარი მოედინება დასახელება. წვიმა და უცვლელი სურათი დედაქალაქისთვის თბილისი ისევ დაიტბორა. ზაფხულის უხვინალექი სტიქიის მასშტაბის პრობლემებს ქმნის. გუშინ ღამით მოსული წვიმის შემდეგ წყლი დაიფარა არაერთი ქუჩა თითქმის ყველა რაიონში. პარალიზებული იყო საავტომობილო მოძრაობა. თამარაშვილის გამზირზე ქვა ღორღი ჩამოწვა და გზა ჩაიკეტა. განსაკუთრებით დაიტბორა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია და დიდი დიღომი. მოქალაქეები მთელი ღამე ცდილობდნენ დატბორილ ქუჩებში ჩარჩენილი ავტომობილების გზის სავალი ნაწილიდან გაყვანეს. ეს მხოლოდ თბილისში არ ხდება. დატბორილ ქუჩებთან დაკავშირებით კალაძის პასუხი უცვლელია. ის კვლავ ირწმუნება, რომ იგივე სურათია ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც. ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზია, თქვა კალაძემ. კახეთის ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძე თავისუფალია. მან სასამართლო დარბაზი 5,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა. დანაშაულს ვნანობ, ჩემი მიზანი არ ყოფილა ეს ასე დასრულებულიყო, თქვა ჭიღლაძემ პროცესზე. რუსი ქალი, რომელმაც საქართველოში პროვოკაცია მოაწყო უკრაინაში ძებნილადაა გამოცხადებული. წერს უკრაინაში მებრძოლი ქართული რეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი. მისივე ინფორმაციით ქალი მტერს ინფორმაციას გადასცემდა, შემდეგ კი მოსკოვში იმალებოდა.